ახალი დილა პირდაპირ ეთერშია ისევ დილამშვიდობისა იმედა არაბული და ნელი აგირბა ვართ დღეს დილიდან და უკვე სტუმრები შემოგვიერთდნენ და იმედა გვეტყვის რა თემას. ყოფილ მჯავრდებულთათვის პროფილური და სპეციალიზირებული გადამზადების პროგრამა განხორციელდება. პროექტი შემუშავებულია საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული მოძრაობა დავითიანისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს მიერ და მას ბავშვთა და ახალგაზრდობის ფონდი დააფინანსებს. ჩვენი სტუმრები იქნებიან საპატრიარქოს ახალგაზრდული მოძრაობა დავითიანის პრეზიდენტი, პროექტის ხელმძღვანელი კონსტანტინე სვანიძე და ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დირექტორი ირაკლი ჟორჟოლიანი, რომელიც უკვე ჩვენი თანამშრომელი მგონია და ჩვენი მეგობარია. დიდი მადლობა რომ მომბრძანდით. დილამშვიდობის. დილამშვიდობისა პირველ რიგში მოდით, რადგან თქვენ ახართ ამ პროექტის ავტორი. დიდი ხანია მას შემდეგ რაც ამნისტიაზე დაიწყო საუბარი საერთოდ ჩვენს ქონდა გადაცემა და ხშირად საუბრობდნენ იმაზე, რომ აუცილებელია ყოფილ მსჯავრდებულებს დაეთმოს შემდეგ ყურადღება იმისთვის, რომ მოხდეს მათი სრულფასოვანი რეაბილიტაცია, რესოციალიზაცია. საიდან წამოვიდა ეს იდეა კონკრეტულად, ანუ მინანქარი და ხეზე ჭრა? მოგესალმებით თქვენს მაყურებელს. მადლობა მოწვევისათვის. ჩვენ დაახლოებით 1 წლის განმავლობაში 2012 წლიდან დავიწყეთ აღნიშნულ თემატიკაზე მუშაობა, მისი უწმიდესობის ლოცვა-კურთხევით რა თქმა უნდა. და როდესაც ბოლო პერიოდში მოხდა დიდი ამინისტია, ჩვენ ძალიან დიდი ყურადღებით და გულის ტკივილით, რადგან გამომდინარე რომ უშუალო შეხებები ჰქონდა აღნიშნულ პრობლემასთან, დავფიქრდით რომ გაგვეკეთებინა გარკვეული სოციალური საწარმოს მოდელი, სადაც შეეძლებათ და შეუძლიათ უკვე დღევანდელი მდგომარეობით ყოფილ პატიმრებსა და პრობაციონერებს თავის რეალიზების საშუალება და რესოციალიზაციისთვის ეს არის უმნიშვნელოვანესი მომენტი. რატომ მაინც და მაინც ხეზე ჭრა და მინანქარი? აქ არის ორი ძირითადი მომენტი. მინანქარი და ხეზე კვეთა ორივე არის სამუშაო გარემოსთვის იმდენად რეაბილიტაციისთვის, იმდენად დადებითი განწყობის მომტანი თვითონ ადამიანისთვის. ანუ არც თერაპიის ელემენტებს შეიძლება. ფაქტობრივად ეს არის შრომითი თერაპია ამ შემთხვევაში. და ჩვენ გვაქვს ერთი, შეიძლება ნოუ-ჰაუც იყოს, არ არსებობდა საქართველოში ესეთი ხეზე კვეთა ცალკე თემა არის, მაგრამ შევიმუშავეთ ჩვენ სპეციალისტებთან ერთად ხის სათამაშოების საამქრო. ესე რომ ვთქვათ, პირველად ბიზნეს იდეა მქონდა, ესე იგი თქვენ ახორციელებთ გარშევაში. დიდი სიამოვნებით შეიძლება ძალისხმევაც გავაერთიანოთ. ამ შემთხვევაში ადამიანები, როდესაც მუშაობენ ხეზე და ხის სათამაშოების შექმნაზე, აქვს რამდენიმე პლუსი. პირველი რომ ეს არის ნატურალური პროდუქტი და ჩვენ საზოგადოებას და განსაკუთრებით მშობლებს მიეცემათ საშუალება თავის შვილებს მიცენ ნატურალურ პროდუქტთან შეხების და თამაშის საშუალება და ეს არის ესეთი ფაზლების, ანუ ასაწყობის სისტემის სახის სათამაშოები. ეს არის მაღაზიაში, მაგრამ არის ძალიან ძვირი, არის გერმანული პროდუქცია, რომელიც ხო და იქნება სამამულო ჩვენი პროდუქცია და აი ზუსტად ამას მინდა ხაზი გაუსვა და მადლობა მინდა გადაუხადო ბატონ ირაკლის, ასე სამინისტროს, ბატონ ლევან სპორტის ახალგაზრდობის სამინისტროს, რომელსაც მოგწეს საშუალება, რომ მიგვეცა მსგავსი პროგრამის ჩაშვება. როდიდან დაიწყება ამ პროგრამის განხორციელება და რამდენია მოიცავს დაახლოებით 5 კაციან ჯგუფებს და პირველ ეტაპზე ეს არის 40 ადამიანზე გათვლილი. ამ ეტაპზე ანუ 1 წლის განმავლობაში თუ რა? იცით როგორ არის, ანუ პროგრამა გვაქვს აწყობილი შემდგომ თვითდაფინანსებაზე. ეს არის დაახლოებით 6 თვის მონაკვეთში, 6 თვის განმავლობაში ეუფლებიან ხელობას სასწავლებელს და 6 თვის შემდეგ უკვე ჩვენ ვაძლევთ მარკეტინგულ გეგმას, ამაშიც ვეხმარებით, რომ შექმნილ პროდუქციის რეალიზება უზრუნველყოთ და შესაბამისად მათ შემოსავალი იქიდან მიიღოთ. სავსებით საკმარისია როგორც მინანქრის, ისე ხის ხეზე მუშაობისთვის ეს პერიოდი მათ რო გამოიყენო. და ერთი კიდე მინდა დავამატო, აი ამ რახან მოგვეცა საშუალება, რომ ჩვენ ეს გაგვეკეთებინა აღნიშნული საწარმო, ასევე გავაკეთეთ მივეცით საშუალება შეზღუდული შესაძლებლობის პირებსაც, რომ ჩართულიყვნენ და აი ბატონ ზურა კანდელაკის ძალისხმევა მინდა გამოუყო, რომელიც არის ახალგაზრდული დეპარტამენტის ხელმძღვანელი სპორტის ახალგაზრდობის სამინისტროში, რომელსაც მოგცა ასევე საშუალება დამატებითი რესურსი, რომ ამ ადამიანებსაც ქონოდა ჩართულობა და შეესწავლათ რეალურად აი ამ ხეზე მუშაობისა და მინანქრის კურსები. ან მხოლოდ აფინანსებთ არ არის ეს შემთხვევა, რომ მხოლოდ აფინანსებთ. ხო, აქ ამ შემთხვევაში დილამშვიდობის
ამ შემთხვევაში ერთგვარი უწყებათა შორის მიდგომა არის ამ პროექტისადმი, გამომდინარე იქიდან, რომ პირდაპირ ევროკავშირის მოთხოვნა არის, რომ პრობაციონერებზე და კონკრეტულად მზრუნველმოკლებულ და შეზღუდული შესაძლებლობის ადამიანებს დავეხმაროთ, მით უმეტეს ჩვენთან ამ კუთხით რთული მდგომარეობა არის და იმ პირველ საგრანდო კონკურსში, რომელიც უპრეცედენტო რაოდენობის პროექტები შემოვიდა, ერთ-ერთი მათგანი სწორედ დავითიანის პროექტი იყო, რომელმაც გაიმარჯვა იმ 14 დაფინანსებულ პროექტებს შორის და მთლიანობაში პროექტი სამ ეტაპად იყოფა. ეს არის პირველი ზოგადად იდენტიფიცირება ამ პრობაციონერების და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, მეორე უშუალოდ მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვა იმ ადგილზე, სადაც ისინი იმუშავებენ და მესამე ზოგადად ტრენინგ კურსების ჩატარება და ხელობის დაუფლება, რომელიც საშუალებას მიცემს ამ ახალგაზრდებს შემდგომში გააგრძელა მუშაობა და მდგრადობის კუთხით არის საკმაოდ გრძელვადიან პერსპექტივაზე ორიენტირებული. ჩვენ თავდაპირველად მოგეხსენებათ შემუშავეთ პროგრამული პრიორიტეტები და წინა განაცემებშიც აღვნიშნეთ, რომ წინა თვეს ერთი პრიორიტეტი პროგრამა დაემატა, ეს არის სოციალური მეწარმეობა, ანუ საზოგადოების საწყისებზე ერთგვარი ბიზნესის სტრატეგიის შემუშავება, რომელიც, რა თქმა უნდა, იგივე თქვენ დავითიანის ორგანიზაციას და იმ ადამიანებს, რომლებიც ჩაერთვნენ პროექტში, დაეხმარება და თვითონ ოფისი იქნება რუსთაველზე, ხო დავით. ეს არის ჩვენს რუსთაველს 21 ნომერში, აქ საწარმოს აქ ვარ გაკეთებული, თუმცა პერსპექტივაში ჩვენ ვჯერებთ და მუშაობთ ამან მიიღოს უფრო გაფართოების სახე. იქ ხო ძვირია რუსთაველზე. არა, ჩვენი ტერიტორიული გვაქვს საშუალება მისი. საეკლესიო პრობაციონერები და არასრულწლოვანები ეს იყო ერთი პროექტი და ყოფილი მსჯავრდებულები ეს ახალი პროექტია, ხო? არა, ერთ სიცეში მოიცავს ეს ორი. კარგი. პლუს ამას ეს დავამატებით საეკლესიო ინფრასტრუქტურა რაც არსებობს საქართველოში, იქ შესაძლებელი იქნება რეალიზაცია მათ მიერ დამუშავებული მითების, ანუ ისინი გაყიდიან და დამატებითი დასაქმების და შემოსავლის წყარო იქნება. აი ამაზე შემდეგ ვისაუბროთ, ეხლა გვაქვს საშუალება რომ ვნახოთ სახელოსნო ეკა მელიქიძე იმყოფება საპატრიარქოს ფონდში, მოდით ვნახოთ რა ხდება იქ. დილამშვიდობის ეკა. დილამშვიდობის ეკა. დილამშვიდობისა, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს, ჩვენს სტუმრებს. ახლა მე ვიმყოფები სახელოსნოში, სადაც ხეზეკვეთასა და მინაქარზე მუშაობას დღეიდან 40 ყოფილი მსჯავრდებული შეისწავლის. პროექტის მიზანი, რომელსაც უკვე როგორც ვიცი, დავითიანი და ახალგაზრდობის განვითარების ფონდი ახორციელებს, ახალ განთავისუფლებული ადამიანების თვითრეალიზაცია და საზოგადოებაში რეინტეგრაცია არის. ხეზე კვეთას მსჯავრდებულებს შეასწავლის ბატონი შოთა კიკოვაშვილი, ის უკვე 40 წელიწადია ამ საქმიანობითაა დაკავებული. ბატონო შოთა, რა შეისწავლიან და როგორ შეისწავლიან ის ყოფილი მსჯავრდებულები, რომლებიც თქვენთან დღეიდან დაიწყებენ სიარულს? პირველი რაც თავარი არის, მოგდის უთახე გამდაგება. ერთ-ერთი ვარდებს და შემდეგ ისე ეს ყველაფერი გაგრძელი არის ბავშვების ასათობის ათამაშოები, რომელიც ალბათ ბალანაიად შეუძლებს ბავშვის განვითარებას. ანუ სათამაშოებს დაამზადებენ მხოლოდ? სათამაშოები და მათ შორის სხვადასხვა სუვენირებიც. და რა დრო ჭირდება ერთი ესეთ სათამაშოს დამზადებას დაახლოებით? დაახლოებით ამას თავისი პროცესი აქვს. ხეზე შემოჭრა, შემდეგ ამისი გაშკურვა მიმდინარეობს. ასევე არის იქეთი განსაზღვრები, რომელთაც სულთავდება მდინარე. ბოლოში როდესაც გავალთ, ეს მოიხატება სულთა ეკოლოგიურად სულთა საღებავებისაგან და ასევე გადაეცემა ხნათი. კარგი, თუღრმესი. რაღაც ხარვეზია, შესაძლოა ეკა ისევ დაგვიბრუნდეს. აი ვნახეთ, პრინციპში საამქროს პატარა ნაწილი და პირველ რიგში აი საუბრობდით იმაზე, რომ რეალიზაციის საშუალება ექნება ამ ნამუშევრებს და რა იქნება ეს? სად შეგვეძლება ნახვა, შეძენა, განსაკუთრებით ბავშვების სათამაშოებ მაინტერესებს. ანუ ეს ზოგადად, როგორც აღვნიშნეთ, საშუალება იქნება საეკლესიო მაღაზიებში შეიძინონ
ადამიანებმა ესე ვთქვათ და ასევე უშუალოდ სათამაშოებზე ალბათ დავითი ჩანაფიქრში აქვთ საზონა. ჩვენ ფაქტიურად ეს როცა დავიწყეთ ამ პროგრამაზე მუშაობა, მის უცნაურობამ სიონის წინ, ანუ ესეც საკმაოდ მოგებიან ადგილას, სადაც შარდენის ტერიტორიაზე გამოგვიყო ფართი და სპეციალურად ეს შევქმნით ბრენდი ესეთი დონიზენი, რომელიც აგრიატორში გულისხმობს, რომ დამზადებულია საქართველოში ესეთი ბრენდით და უშუალოდ ესე იგი ამ მაღაზიაში გაიყიდება დამზადებული საქართველოს პროდუქტები სოციალურად დაუცველი ადამიანების მიერ, პროფესიონალების მიერ და ყოფილი პატიმრების მიერ და ასევე მსჯავრდებულების მიერ, რომელიც უკვე ციხეში ამზადებენ დაუშვათ ხატებს, ხეზე კვეთის ნამუშევრებს და ასე შემდეგ. ეს მაღაზია მუშაობს, გახსნილი არის უკვე ამ შემთხვევაში გვაქვს ერთი რა აბრით ამოვიცნოთ რა აწერებით ხარით და ეკა გველოდება. დონიზენი და დამზადებული საქართველოში. ესეთი პირდაპირ სიონის წინ არის ეს მაღაზია. ხაზი გამოსწორდა და ეკა შეგვიძლია დაუბრუნდეთ ეკას. ეკა, გესმის ჩვენ? თავარია ჩვენ გვეს მოდესმის. როგორც მე უკვე აღნიშნე, კი მესმის, როგორც უკვე მე აღნიშნე, მინანქარზე მუშაობას ყოფილ მსჯავრდებულებს სოფო შიოლაშვილი ასწავლის და ხალბატონო სოფო რას დაამზადებენ ამ პროექტის ფარგლებში? ძირითადად დამზადებენ სამკაულებს. ჩვენ უკვე შერჩეული გვაქვს ფორმები, ვესკრიმა ვერცხლის სამკაულები და შემდეგ გამოფენა მოხდება და უბრალოდ გამოფენის ვაპირებთ. გამოფენა გაყიდვა იქნება და რაც რეალიზაცია მოხდება ამ ყველაფრის. დაახლოებით 5 სამკაულის დამზადებას ვაპირებთ. დიდი მადლობა მსჯავრდებულებთან ერთად, ყოფილ მსჯავრდებულებთან ერთად პროექტში მონაწილეობას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებიც იღებენ და ეხლა ჩვენ შეგვიძლია გავესაუბროთ გელას. გელა, როგორ ფიქრობ, რამდენად დაგეხმარება ეს პროექტი შენ მომავალში რეალიზაციისთვის და დასაქმებაში? რა ვიცი, პროფესიული დონეზე თუ შევისწავლეთ, დაგეხმარება ნამდვილად, კი, ფიქრობ დაგეხმარება. კარგი, რაც მეტი გეცოდინება ადამიანს, მით უკეთესია. კარგი, უღრმესი მადლობა. მე კიდევ ერთხელ შეგახსენებ, რომ ხეზე კვეთასა და მინანქარზე მუშაობას ყოფილი მსჯავრდებულები უკვე დღეიდან დაიწყებენ. მადლობა ეკა. ესე იგი ვთქვით ხო რომ ესე იგი ეს ადამიანები შეისწავლიან, მე რა ხდება? ანუ მას შემდეგ რაც გაივლიან უკვე მთელ კურსს, ვთქვათ რაც ნახევარი წელი სწავლობენ, ნახევარი წელი ვთქვათ მუშაობენ და შემდეგ რა ვშვებით? ვასაქმებთ თუ მოგახსენებთ როდესაც ესენი უკვე დაუფლებიან 6 თვის თავზე, ჩვენ გვაქვს შემუშავებული გეგმა, უზრუნველყოფთ მათ პირველი ეტაპისთვის, დაახლოებით 1 თვის მარაგი გვაქვს ჩვენ და ვცდილობთ რომ კიდე მივცეთ საშუალება რომ მარაგი გქონდეს მასალების. ეს ადამიანები სრულად უსასყიდლოდ იმუშავებენ ჩვენს უკვე საამქროში და დაახლოებით აი მათი შრომითი ანაზღაურება იქნება გამოთვლილი იქიდან თუ დაუშვათ გარკვეულწილად რამდენ დროს დახარჯავენ გავკონტროლ ნამუშევრის შექმნაში, ჩაიდება ის იმ ღირებულებაში, ღირებულებას უნდა გაიყიდოს შესაბამისად პროდუქცია და აქედან მიიღებენ უკვე თავით გამომუშავებულ პირად ფინანსურ მე ვფიქრობ, ბევრი დაინტერესდა და ჯერ კიდევ ვიღებთ განაცხადებს. ჩვენ შეგვიძლია ძალიან შეზღუდული გვაქვს ადგილები, მაგრამ შეიძლება განვითარებისთვის კიდე მივიღოთ რამოდენიმე ჯგუფი. ლაპარაკობთ კოტე საუბრობთ, რომ კარგი იქნება თუ სახელმწიფოსგან ხელშეწყობა იქნება მაქსიმალურად, რომ ეს ქსელი გაიზარდოს საქართველოს მასშტაბით და ერთგვარად ბრენდად იქცეს. თქვენ აპირებთ თამაში მონაწილეობის ჩვენ ყველანაირად ხარს დავუჭერთ, პირადად ფონდი მზად არის თითოეულ სოფელში ჩავიდეს და ნებისმიერ მეც პირადად შევხვდე ნებისმიერ ახალგაზრდას და ვაცნობო ჩვენი აქტივობების შესახებ და მთლიანობაში ახალგაზრდობა არ უნდა იყოს პრობლემა, ეს არის ქვეყნის რესურსი, ოქრო, რომელიც უნდა გამოვიყენოთ მომავალში და აქტიური მოქალაქეობა. დიდი მადლობა წარმოდგენისთვის. დიდი მადლობა, ძალიან კარგი შეჯამება. ალბათ ბაიმორის დრო